აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს შეხვდა შეხვედრაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისთვის წარმომადგენელმა სამინისტროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმებასა და რეაბილიტაციის საკითხებთან დაკავშირებული რეკომენდაციები გააცნო. თამაზ მჟავანაძემ ყურადღება შინამომლელის ინსტიტუტის არსებობის აუცილებლობაზეც გაამახვილა. სამინისტროს წარმომადგენელმა სტუმრებს 2013-2014 წლის მიზნობრივი პროგრამები წარუდგინა, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა მდგომარეობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ლევან გორგილაძის თქმით, არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები შესაძლოა მომავალი წლის ბიუჯეტში იყოს გათვალისწინებული. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2014 წელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაციის პროგრამის ამოქმედებას გეგმავს, რომლის ბიუჯეტი 50,000 ლარს შეადგენს. აპრობირებული მეთოდი, ჩემი სამეცნიერო დონეზე დამუშავებული მეთოდიკა უნდა შევთავაზოს ჯანდაცვის სამინისტროს ჩვენი ორგანიზაციის სახელით, რომ მოხდეს ეფექტური დასაქმების პროგრამა. იგივე შინამომლელის ინსტიტუტიც ეს არის საერთაშორისო დონეზე აპრობირებული მეთოდი, ბევრ ქვეყანაში გამოიყენება და რატიფიკაციის პრობლემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის საკითხები, რაც უშუალოდ განხილული იქნება დღეს და იქნება დასმული აი ამ საზოგადოების მიერ, ყველა იქნება განხილული დასაქმების სააგენტოსთან ერთად და ის რაც სახელმწიფოთი ფინანსირდება სახელმწიფო პროგრამებით, რა თქმა უნდა, განახორციელებს სახელმწიფო, კომისიურად განხილული და შესწავლილი იქნება ის საკითხები, რომლებიც ჩვენს წინაშე იქნება დასმული და შესაძლებლობის მიხედვით, რა თქმა უნდა, ვიზიუნებთ, რომ ეს საკითხები დაფინანსდეს.